საკრო გადარჩა თავის ტვინის გიგანტური ანევრიზმის გასკდომის შემდეგ. ახლა ფეხზე წამოსადგომად მას რეაბილიტაცია სჭირდება. მკურნალობის გაგზერების გარეშე ყველაფერი, რა შედეგსაც მან მიაღწია, შეიცრება გაქრეს. გაჩერება ერთი დღითაც კი არ შეიცრება, მაგრამ შემდეგი კურსის საფასური 2000 ლარზე მეტია. მარტო ხელადედისთვის ეს ის თანხაა, რომლის მოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია. მამამ ვერ გაუძლო დანჯვას. ოჯახს ბრძოლის გასაგრძელებლად ფული აღარ აქვს, რაც კი ძვირფასიებადად უკვე ყველაფერი გაყიდეს მკურნალობისთვის. ახალგაზრდა მამაკაცის ერთადერთი შემოსავალი ინვალიდობის პენსიაა, რაც სულ რაღაც 420 ლარია. ოჯახს მხოლოდ იმის იმედი დარჩენია, რომ ფონდის მეგობრებისგან დახმარება იმაზე ადრე მოვა, ვიდრე ყველაზე საშინელი რამ მოხდება. ზაქროს მომავალი ჩვენს მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. დარჩება ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სხვებზე იქნება დამოკიდებული, თუ შეძლებს აღდგენას და თავად გახდება საყრდენი თავისი გამწარებული დედისა და პატარა ქალიშვილისთვის. მე რო რამე მომივიდეს, ვინ რამეც და გაუკეთებს ამას. არავინ არაფერს არ გაუკეთებს. არავის იმედი არა მაქვს. მინდა რომ დადგეს ფეხზე, რომ იმედიანად მოვკვდე. დამიდე იქით გვერდში და მეც დავდებ თავს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიშრომო და შედეგზე გავიდე. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.